ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან რაიმე ნარჩენის გადმოგდების შემთხვევაში მგზავრი 120 ლარით დაჯარიმდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში კი ჯარიმის გადახდა მგზავრს უწევს. კანონპროექტი ნარჩენების მართვის კოდექსის შესახებ ძალაში დღეიდან შევიდა. ჯარიმის მინიმალური ოდენობა 50, მაქსიმალური კი 5000 ლარია. კანონით დაისჯებიან ის მოქალაქეები, ვინც სახლებიდან ნარჩენებს გადაყრიან. ასევე საჯარიმო სანქციები გატარდება მასზე, ვინც საბურავებით, სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დაანაგვიანებენ. აგრეთვე პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მეპატრონეს, რომელიც ფეკალური მასით ტერიტორიას დააბინძურებს. იმ სოფლებში, სადაც თვითმმართველობა დღეს ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მიწოდებას, ლაპარაკია ურნებზე, მანამდე ამ თვითმმართველობაში არ ამოქმედდება ეს საჯარიმო სანქციები. დაწყებული არის მთელი ქვეყნის მასშტაბით ან ცენტრალური რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო მყარი ნარჩენების კომპანიას მიერ უკვე მომარაგება ამ ურნებით. დღეიდან გამკაცრებულ კანონს აფასებენ ადგილობრივები, მათი შეფასებები არაერთგვაროვანია. ადამიანმა თვითონ შინაგანად უნდა იყოს ის, რომ არ დააბინძუროს. ჯარიმები რაც არის დაწესებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის? ჯარიმები ახლა ასეთ გაჭირებულ ხალხს კიდე ჯარიმა დააწვეს კისერზე, ეს მიუღებელია. შესაძლებელია ზოგიერთ მართლა ჯარიმებმაც არ გამოასწორონ. მე ჩანთას გავივსებ ხოლმე ქაღალდებით და რაღაცებით მიმაგდა სახში უყრი ხოლმე და ღმერთმა ქნას რომ გამოსწორდეს ყველაფერი. მეტი ჯარიმები უნდა იყოს გენოცხლ, მეტი. ანუ ეს ოდენობა მისაღებია ჯარიმები? კი, მისაღებია ყველა ისწავლის შკოლას. არ უნდა იყოს ჯარიმი. ჯარიმები ყისგია ყველა უმოიხსნეს, რასაც არის ჯარიმები კიდე. ახლა ცენტრში არ უნდა აგდონ გენაცვალე. სადმე თუ გადააგდეს ალა ტყის ძირას ისე უწმად ალა მანქანა სადაც იყოს და ხო არა მოთხეს მიწას ხო არ ჩადეს შედა. ბავშვი მოდის აგდებს მაროჟნს ქაღალდი დედა არაფერ არ გიგნება რომ ეს არ შეიძლება. ძალიან კარგი ეს რამე აი გერმანიაში ვაფშე ევროპაში აი არ აგდებიან იმიტომაც დიდი შტრაფი. კანონის გამკაცრების ინიციატორი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროა. პროცესს მონიტორინგს გაუწევს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაბამისი სამსახურები. საპატრულო პოლიციის მხედველობის არეში მოხდება ყველა ის სატრანსპორტო საშუალება, რომლის ფანჯრიდანაც იქნება გარემოს დაბინძურების მცდელობა. ეხება ეს სიგარეტის ნამწვავს, კვების პროდუქტის ნარჩენებს, ცარიელ ბოთლებს და დანარჩენ ამგვარ ნივთებს. 15 იანვრიდან ამოქმედებული კანონი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეაფასა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჯარიმების გამკაცრება აუცილებელი იყო. ამგვარი განცხადის მიღება აუცილებელი იყო სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ იმისთვის, რომ დავამკვიდროთ ერთხელ სამუდამოდ. შესაბამისი ჩვევები. გარემოს დასწავად, გარემოს დაცვა დაბინძურებისგან არის ყოველი ჩვენგანის ვალი. კანონის თანახმად ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მოხდება იძულებითი აღსრულება.